მიზეზის თქმა შეიძლება უფრო მეტად რა იწვევს მემკვიდრეობით. იცით რა, ტიპი 1 სიმპტომებიც რო გითხრათ. კი, რა თქმა უნდა, ტიპი 1 დიაბეტისთვის რაც ცნობილია დღესდღეობით ეს არის, რომ არის ესეთი ორგანო, შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, კუჭქვეშა ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს ნივთიერება ინსულინს და ეს ინსულინი იღებს მონაწილეობას გლუკოზის ან მარტივად ვიტყვი ესე შაქრის მაჩვენებლების დარეგულირებაში. როდესაც უკვე ის არასაკმარისი რაოდენობითაა შაქრის მაჩვენებლებით სისხლში არის არა 150 მგ პროცენტზე, არამედ 200, 300, 400 და 500. მიზეზი როგორც ასეთი ეს არის გენეტიკური წინასწარ განწყობა, ოღონდ უყურეთ რისი თვითონ აი იმ კუჭქვეშა ჯირკვლის, იმ შინაგანი სეკრეციის ორგანოს, იმ კუჭქვეშა ჯირკვალს აქვს ეს მიდრეკილება. ეს თანამდებობით მივცის არ არის აუცილებელი ბებია და ბაბუას ქონოდა და შეიძლება არც იციან რომ ვიღაცას იქ მეათე თაობაში რამე ქონდა, მაგრამ მიდრეკილება არსებობს და ამ მიდრეკილების ხელშემწყობი ფაქტორი რომ ის გამოამჟღავნოს აი იქ უკვე არსებობს ესეთი ამ დაავადების ეგრეთ წოდებული გამშვები მექანიზმები. ეს არის სწორედ ინფექციები, ეს არის ძროხის რძის ადრეული მოხმარების დაწყება, ანუ ადრეულ ასაკში, რაც არის ცნობილი, ვიტამინ D-ს დეფიციტი და მეტი წილი, რა თქმა უნდა, მაინც ვირუსული ინფექციები. ძალიან ბევრი ფაქტორია და სხვათა შორის ერთ-ერთი ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი ის იყო, ყოველ შემთხვევაში იყოს, რატო ვამბობ მიხვდებით, მჟღავნდებოდა გარდატეხის ასაკს რო ეძახით, აი სქესობრივი მომწიფება, როდესაც მოდის, იმიტომ რომ თუ ეს მიდრეკილება არსებობს, ეს სქესობრივი მომწიფების დროს სასქესო ჰორმონები და ზრდის ჰორმონები არიან ინსულინის მოწინააღმდეგენი და სწორედ როდესაც ისინი აქტიურდებიან ეს სასქესო ჰორმონები, მაშინ იჩენდა თავს ეს დაავადება. ამიტომ ჩემი სტუდენტობის დროს ძალიან გამიკვირდებოდა, რომ ეს დიაგნოზი დამესვა 8 თვის ბავშვისთვის, აი სწორედ 3 კვირის წინ გავწერეთ 8 თვის ბავშვის შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზით. ანუ მეტი წილი ეს მოდიოდა სწორედ იმ ასაკზე, რასაც გარდატეხის ასაკს ვეძახი და დღესდღეობით იმდენად არის გაახალგაზრდავებული და ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია და ბოლომდე ჯერ კიდე არ ვიცით ის მიზეზები, რატო 5 წლის ასაკამდე, რატო იმ 8 თვის ბავშვთან, 1 წლის ბავშვთან, 5 წლის ბავშვთან, რატო მოხდა ამისი ესე გაახალგაზრდავება. თუმცა ის თვითონ ძირი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა, არსებობს კუჭქვეშა ჯირკვალი და არსებობს გენეტიკური მიდრეკილება ამ დაავადების, ამ კუჭქვეშა ჯირკვლის ამ დაავადების განვითარების.